მოგესალმებით. საღამოს ვიდობისა უკვე საღამოსკენ არის გადასული. გამოვისეირნე გარეშეც უდაბნოში ულამაზესი ამინდი არის. წაოცარი ხედები არის მართლაც. ნუ რო ამწვანდება მერე სხვა სილამაზე აქვს. გარეშე ძალიან ლამაზია, მაგრამ არ არის ლამაზი ის რაც ხდება ჩვენს გარშემო. კონკრეტულად გულისხმობ ამ საფეხბურთო შეხვედრასთან დაკავშირებულ შემთხვევას. უსიამოვნო შემთხვევას. ავიც ახლა ძალიან ღრმად არ ჩამიხედია ამ საკითხში, მაგრამ რაღაც ჩვენი სომეხი მეზობლები ძალიან უკმაყოფილოები წავიდნენ, შეურაცხყოფა მიაყენეს ქართველმა კომაგებმაო, გულშემატკივრებმა. რაც რა თქმა უნდა არ არის კარგი. ძალიან ცუდი შემთხვევა არის. თუმცა გასაკვირი ნამდვილად არ არის. იმიტომ რომ სომხები კი არა და ერთმანეთს ჭამთ, ჯგლეთავთ ყოველდღიურად. არის საკმარისია რამოდენიმე კილომეტრი გაიარო ქალაქში და სიგნალები, ხალი გამოშერილი ხელები, დაბღვერილი სახეები. ნუ არ ვიცი რა სომხებზე არის, სხვა ეროვნების წარმომადგენლებზეა ლაპარაკი. არა, ეს კარგია რომ ხალხმა გააპროტესტა, ძალიან მისასალმებელია, რა თქმა უნდა, ახლა რაც ხდება მსგავსი რაღაცა, რაც არ არის მოსაწონი, არ უნდა მოიწონო, მაგრამ ნუ მთავარი პრობლემა მაინც ისაა, რომ ჩვენ ერთმანეთს არათუ არ ვცემთ პატივს, პირიქით შეურაცხყოფთ ყოველ ნაბიჯზე, რა ვიცი, საოცარი უგულობა, შეურაცხყოფა, სიზღი, სიძულვილი გაცილებით დიდი პრობლემა არის. ამ კონკრეტულ ამბავს რაც შეეხება, აქაც გაიყო რაღაცნაირად საზოგადოება. მე რაც ახლა სოციალურ Facebook ნიუსებიდან გავიგე ეს ამბავი და ზოგი გამოხატავს ღრმა მწუხარებას, შეშფოთებას. როგორც ჩვევია ხოლმე ქალბატონებს გულიც კი აუჩუყდათ, რომ რაღაცა ალბათ შეიძლება იყოს ეს მომენტებიც გულის ასაჩუყებელი. ახლა მართლა 6-1 წააგო ხალხმა და კიდე დედის გინებით გავისტუმრეთ, მაგრამ რა ვქნათ ახლა ეს არის უბრალოდ იმისი შედეგი ნაყოფი, რასაც თესავთ ახალგაზრდები, მაგალითს ჩვენგან იღებენ, ხო? ახლა რო ხედავს, დედა იგინება, მამა იგინება, ზოგის ბებიაც იგინება და ბებიის დედაც. უკვე ისეთი რავისი ტრენდი არის, რომ ქალების გინება, ახლა რა გასაკვირია, ხო? არის მეორე ნაწილი, რომელიც რაღაცნაირად აპრავებს ამ ამბავს და აბა ახლა სასულხეთში რაღაცას ნომერი მოხსნეს თურმე, ნომერი მოპარეს ვეღაცას და არ არის ასიამოვნო, რა თქმა უნდა, ეს ამბავი. და აბა ჩვენც ახლა ხო უნდა არ ჩამოვრჩეთ ამ. მოკლედ ეს ნაძირალა სომხები იმსახურებენ ყველაფერს და ასე შემდეგ. ეს არანაირი ქრისტიანობაზე ლაპარაკი ზედმეტია. მარკუს ავრელიუსი, წარმართი ფილოსოფოსიც კი ამბობს, რომ ყველაზე დიდი შურისძიება არის ის, რომ არ დაემსგავსები შენს მტერს. ჩვენ ნავიცი ახლა ქრისტიანები რაღაცა სასაცილო არის, მართლა ტრაგიკული არის, ტრაგიკომედია არის, რომ წარმართი ფილოსოფოსებიც კი გჯობიან მსგავს საკითხებში. არის ისეთი აზრიც მოვისმინე, რომ რა თქმა უნდა ცოტა არასერიოზულად მეჩვენება, მაგრამ
ნუ ის გაწმილებული სომეხი, ესე იგი, გულშემატკივარი საკუთარ ფეხბურთელებს ლანძღავდნენ თურმე და აი ქართველებს ეგონათ რომ ჩვენ გვალანძღავენ, რაღაც დედას იგინებოდნენ ქართულათო. საოცარი რაღაცების შეთხზა, ვიცით ისე ქართველებმა ოღონდ თავი გავიმართლეთ და ეს არის ტრაგედია, რომ არ შეგვიძლია რეალობას ყოველთვის გაურბივართ. ნუ ვეღაცა არის ყოველთვის სხვა არის დამნაშავე, ანუ ვეღაც ჩვენ რაღაც როგორ შეიძლება ქართველი ტყუოდეს ახლა კონკრეტულად პიროვნება. ვეღაცა ანუ ის ბავშვი არის დამნაშავე. ვეღაცა ნაძირალა, ანუ აუცილებლად ის იყო, ან ნაციონალი იყო, ასე ვთქვათ, ოცნების ხარდამჭერების თქმით, ან თუ ოცნების ხარდამჭერი ლანძღავს სიტყვის, რომ ეს აი მათი ბავშვი იყო რაღაცა ნაციონალის და ასე. ნუ იმიხვით ესე იგი რასაც გულისხმობ. ხელის გაშვერა აქაც, ანუ ყველაზე დიდი პრობლემა ეგ არის, თორე სომხები რაღაცნაირად დაივიწყებენ. ცუდი ინციდენტია ხო ახლა, მაგრამ რა უყოთ, ხდება სპორტია. მაგრამ ეს ჩვენა გვეშველება, თორე სომხები მიხედავენ თავის თავს როგორღაც მოიშუშებენ მაგ ტკივილს. სპორტია, ახლა ხან ისინი მოგვიგებენ, ხან ჩვენ მოუგებს და ახლა მუდმივად გამარჯვებული არ არსებობს, რა ვიცი რა. მაიკლ ჯორდანიც დამარცხებულა თავისი კარიერის მანძილზე და პელეც და მარადონას და რა ვიცი. არ არსებობს მუდმივად გამარჯვებული ადამიანი არა. ერთი რამე არ არსებობს. რა ეს მინდოდა მე თქო, ძალიან კარგი ამინდი არის საოცარი. ამ 5 დღიანი უამინდობის შემდეგ აგერ გამოჩნდა ჩემი სახლი. როგორ მიყვარს რა. ესე იგი ევროპიდან რომ მოვედი და დავინახე, ესე მეგონა რომ რაღაც თითქოს საყვედურავდა. ესეთი განცდა მქონდა რომ აი გაბუტული იყო რომ ამდენი ხანი სად იყავი, სად დაეთრეოდი. საოცრად მენატრებოდა ევროპაში რო ვიყავი. ჩემი სახლი, ჩემი პირობითად ჩემი პიპია, ეს გავსხალი ხეივანი და ქვემოთ ტოტები ყრია. და აგერ ველოსიპედიც ყავს. ძალიან კარგო ადამიანმა მაჩუქა რუსთაველი. ჩვენი მრევლი არის, მოდის ხოლმე და ტრანსპორტი მყავს, უკლეს არჩევაზე მაქვს საქმე. სულო და გულო. უკლეს ესეთი ამბავი. კარგი დაგემშვიდობებით.